ახალი ფორმატის შეხვედრა ერევანში სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პირისპირ დიალოგი გამართეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ფორმატის შეხვედრა არა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, არამედ კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის დედაქალაქში გაიმართა. დახურულ კარს მიღმა გამართული მრგვალი მაგიდა, რომელიც 21 ოქტომბერს დაიწყო, მიზნად ისახავდა ორ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენას, ეკონომიკური თანამშრომლობის გზების მოძიებასა და პირდაპირი კავშირების დამყარებას. ეს უპრეცედენტო დიალოგი დაემთხვა აზერბაიჯანის მიერ სომხეთისათვის სატრანზიტო გზების სრულად გახსნას, რაც ორივე მხარემ ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა. ამ გადაწყვეტილების თანახმად ყაზახური ხორბლით დატვირთული პირველი მატარებელი სომხეთში სწორედ აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზით გავლით შევა. ანალიტიკოსების შეფასებით ეს ორი პარალელური პროცესი პოლიტიკური გადაწყვეტილება ტრანზიტზე და საზოგადოებრივი დიალოგი ერევანში მიუთითებს სამშვიდობო პროცესის ახალ პრაქტიკულ ეტაპზე გადასვლაზე. ასევე აღინიშნა, რომ თუ ერევნის შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდებოდა, მომდევნო დიალოგის შესაძლოა უკვე ბაქოში გამართულიყო, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების შეუქცევად პროცესს დაუდებდა საფუძველს.